Yes, this is also sand. Okay. მოდი ახლა სხვა სკოლა. ეს სადარეს უდოთა საწვრთია. ნიშნებს სასახნო. ჩემი ბოლო ესეითი დავწერე. ნინომ თავისი პირველი. უი, სასწავლამდე დარჩა 28 დღე. აჰა, ოკეი. მეტყვი თუ არა, ამათ არ ვიცი. უნივერსიტეტში გავაგზავნე დღეს. გამარჯობა, მე ვარ კვარაცხელია 18 წლის. ეს არის ჩემი პირველი YouTube ვიდეო და სანამ დავიწყებდეთ, გაგეცნობით, მე დავამთავრე კომაროვის სკოლა და ჩავაბარე პრინსტონის უნივერსიტეტში, რაც ჯერ კიდევ არ ამჯერა. და გადაწყვეტა შემოქმნა YouTube არხი, რომ გამეზიარებინა ჩემი ცხოვრება პრინსტონის უნივერსიტეტში. და ასევე ჩემი ფაკულტეტის, ასე ვთქვათ, საინტერესო ივენთები და სხვადასხვა პროექტები. ამ ვიდეოში პირველ ნაწილში მაქვს შეკრებილი სტენფორდის უნივერსიტეტისთვის მომზადების პროცესი და სუხის ვიდეოები, ხოლო მეორე ნაწილში დანარჩენი უნივერსიტეტებისთვის მზადება და მანდაც პასუხებზე რეაქციები. რადგან პირველი ვიდეოა, ხარისხი არცზე მაღალია, რჩევებს მივიღებ და დავწყოთ. Hi. დღეს არის ვიდეოში ახლა 24 ოქტომბერია, პირველი 5 წუთია, მაგრამ მოკლედ 23-ში ძალიან პროდუქტიულად ვიმუშავე, ასე ვთქვათ. SS value and identities exercise-ების დახმარებით, SS ჩონჩხი კი არა, რასაც ხვია უკვე ვიცი, რასაც ვწერ რა, ყველაფერი. უბრალოდ ხორცის შესხმა აკლია. რაც შეეხება TOEFL-ზე, speaking-ზე და writing-ზე ვმუშაობ, გაუმჯობესებაზე, ხოლო speaking-ზე ვმუშაობ, ეგ writing-ზე, იმის შემდეგ მთლიანად ტესტზე და მგონია რომ კარგ შედეგს დავდებ 100-ზე მეც ყველა ვარიანტში და 100-ზე მეც თუ კარგად ვიმუშავე ეს დღეები. ნუ იდეაში 3 დღე მაქვს, მაგრამ მაინც გეგმა მაქვს რომ 27-ში დავწერო 350 სიტყვიანი ესე. ნუ არა 27-ში, არა 27-28-ში დავწერო 350 სიტყვიანი ესე. შემდეგ 28-ში 50 სიტყვანებსაც დავუმატებ ალბათ თუ მოვახერხებ. 29-შიც მაღაზიები ვმუშავებ, 30-შიც მაღაზიები ვმუშავებ და 31-ში და პირველში ყველაფერის გადახედვა და გადამუშავება იქნება. რაც შეეხება personal statements, ვფიქრობ, რომ 26-მდე ყველა ვარიანტში დაწერილი მაქვს. Hi, I'm going to school. სკოლაში მივდივარ. ცენტრალიზირებული მაქვს. TOEFL-ი ვიმეცადინე. 25-მდე ავქარჩა SWOT speaking-ში, მაგრამ კიდე კარგად ვიმეცადინე მაღაზე. დღეს არის 25 ოქტომბერი და ნუ 2:10 წუთია პირველ საათზე მოვჩით ფინანსური დოკუმენტის ქენა წაკითხვას. ანუ წარმოიდგინე დავიწყეთ 9:30-ზე 9-ისკენ. პირველ საათზე დავასრულეთ და რაღაცები კიდე შესავსები დარჩა. აი, იმდენი დეტალია. იმდენი რაღაც არის გასათვალისწინებელი, რომ არ ვიცი, ძალიან დავიღარა. დღეს ვაპირებდი TOEFL-ი მე მეცადინე, მაგრამ ვერ მოვახერხე და არ ვიცი. ხოლმე ძალიან უნდა ვიყოჩახო. ესეც დასაწერი მაქვს. Good luck. ნუ ნიშნები ავტოეთე უკვე და გავხსოვნის შოთას. დამჭა ესეები, TOEFL-ი და CSS. და 6 ოქტომბერი და TOEFL-ის დასაწერას მივდივარ. მე ბებოსთან გავდივარ, რომ ესე ვიმუშაო. წარმატებები ყველას. და სკოლაში ძალიან ადრე მივედი. დღეს დავწერე პირველი დრაფტი. ეხლა თავიდან გადავდივარ და ვასწორებ რაღაცებს. ოღონდ ლეპტოპი არ წამოვიღე სპეციალურად და მუშაობ ჩემს ბლოკნოტში. და ანუ აქედანვე უკვე დედა მადლობა. როგორ მეხმარები ამ ესეების წერაში კი არა, ზოგადად მთლიან აპლიკაციაში შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა. და კიდე ყველა ადამიანი, ჩემი ახლო მეგობრები და მასწავლებლები და ყველანი. ძალიან მეხმარებით. აქამდე რომ მოვედი, ძალიან სტრესულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თითქოს რაღაც ერთი უნივერსიტეტისთვის ამდენ საკეთებ და ძლიერი მენტლობა გჭირდება და გორჩი დგომა ადამიანების. ამიტომ მე მიხარია რომ ეს მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ღამით საწყში ვტიროდი, იმიტომ რომ ცოტა სტრესში ვიყავი. მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება რა. იქ მოხვდები, სადაც ჩემი ადგილი იქნება. მე ამის წამსთან ჯერა. და ხო რა ვიცი, ხვალ სადროს დაბადების დღეზე არ მივდივარ, იმიტომ რომ
ესაზეებზე მაქვს სამუშაო. მაგრამ რა ვქნათ? რაღაცების დათმობა გვიწევს. ანუ მოკლედ 27 ოქტომბერია, ეხლა რამდენიმე საათის წინ მოვედი ბებოსგან და ბებოს სახლიდან და ესე დავწერე პერსონალური ესე. ანუ გუშინ ძალიან ბევრს მუშაობდი და დღეს ყველაფერი რაც აქვს თვეები რო ვფიქრობ და ვაზროვნებ, გადავიტანე ლეპტოპში. და დედას დამოეწონა, მე ძალიან მომწონს პერსონალური არასდროს ქვია და მარტო მე აღწერ ჩემს სასახლს. აი ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ცოტა მეშინოდა ერთი კვირით ადრე რო ვწერდი ამ ესეს, მაგრამ იდეაში რო ვიაზრებ ამ ესეზე ფიქრი და მუშაობა მაქვს დაწყებული მაისში საერთოდ და აგვისტოდან ხო საერთოდ უკვე ვწერ. და ეს სადნახევარი დაწერილი ესე სინამდვილეში უკან 9 თვე უდგას თუ 6 თვე თუ რამდენიც არის. ეს არის 30 ოქტომბერი. დღეს ვაფშე არაფერ არ გამიკეთებია. ძალიან ცუდი დღე მქონდა. დილით ხო რავი რაღაცნაირად გავიღვიძე. გუშინდელი დამუშავარი ხო არ მომეწონა რა თქვენი. მე დუოლინგოს დაწერა გადავწყვეტე და მან ხო სამჯერ მომეწია თავიდან დაწყება და 11-ზე რო დავჯექი დუოლინგოს დაწერა 4-ის ნახევარზე ავდექი. მე ანუ მენტორში პროგრამაზე წავსულიყავი, მაგრამ ვერ წავედი მაგ დუოლინგოს გამო. და ანუ ეგრე გამოვიდა, რომ მე თან 5 საათზე კონგრესის შეხვედრა მქონდა. მე 6 საათზე ლიდერთა აკადემია და რაგრამი რომელი საათია და ჯერ ესეზე არ მიმუშავია. ყრით კარგი ამბავი. დავთავრდა ყველა ესე. გუშინ 2 საათი დავამთავრე. დღეს არის 31 ოქტომბერი და ბოლო ანუ დღეს ვაპირებ რომ დეტალები შევასწორო, მეგობრებს წავაკითხო რომ მითხრან თავიანთი აზრი და რაღაცები გავთვალისწინო. რა გავამჯობესო. ასევე დღეს შევავსებ Common-Apps, გადავხედავ კიდევ ერთხელ და წავიკითხავ სად რა მიწერია დეტალები ტექნიკური მხარე და ხოლმე გამზადებული მექნება რომ თუ თქვათ კიდე TOEFL-ის გულა რომ მოვა, დავწერო და ავტორთა პირდაპირ გავაგზავნო. აი, ეგრე გავაგზავნე. დღეს არის 6 ნოემბერი, 1 თვე და 15 დღე დარჩა. ნუ 13 დღე იმამდე. შედეგებს გავიგებ. დღეს ქვიზი მოხდა. იკარა. Good luck. პირველი უნივერსიტეტისთვის ესე რა, 22-ში. ამიტომ ეგ არის, მაგრამ საკმაოდ ადრე მგონია დაწყებული მაქვს. ანუ წერა ესეებისთვის, იმიტომ რომ ზოგისთვის 1 იანვარს აქვს გაგზავნის ბოლო დღეს აქვს 5-ში ზოგს 6 იანვარს ზოგს 15 იანვარს საერთოდ და მაყოფილი ვარ ჩემი თავით, ნუ დედას და მამას წნეხის ქვეშ ყოფნის გამო მოხდა ყველაფერი, იმიტომ რომ ყოველდღე მახსენებდნენ რომ მანო დასაწარი გაქვს ესეები, მანო ისა და მაგათი დამსახურებაა რომ ესე საქმეს წინ ვიკეთებ და ის თადარიგი რაც დავიჭირე ერლიზე გაგზავნით ვიყენებ, მაგრამ ოქტომბერში ძალიან იზოლაციაში ვიყავი, რომ კონცენტრირება მომეხდინა და მაქსიმალური ჩამედო. ეხლა რადგან უფრო მეტი დრო მაქვს და ისე უკეთესად ვანაწილებ და ვიცი რაც უნდა გავაკეთო, თითქოს უფრო მეტად ვურთიერთობ და ეგეც კიდევ თვალყე мотиваციას მაძლევს. მართალია ცოტა დროის საფრთხებია, ყველაფერს აქვს თავისი მინუსები და პლუსები, მაგრამ მაინც ჩემი მეგობრები არიან და ძალიან დიდ мотиваციას და მხარდაჭერას იძლევიან. ესთვისაც მადლობა თითოეულ მათგანს. ეხლა ამ ვიდეოს წერ იმის ცოდნის გარეშე სად ვარ, როგორ ვარ თუ არა საერთოდ სადმე და ცოტა უხერხულად ვხსნობ თავს ესეთ რაღაცებზე რომ ვსაუბრობ და რაღაც თვითონ დარიგებებს რომ ვიძლევი, მაგრამ აი არ ვიცი რატომღაც აი გულშრალად რო გითხრათ, გული მიგზნობს ცოტა ისეთი რაღაც, მაგრამ გული მიგზნობს რომ რაღაცა კარგი მოხდება ძალიან. აი გული რომ მიგზნობს ხოლმე რომ დადებითი პასუხი მომევა ბანაკებიდან და სხვადასხვა პროექტებიდან, აი ეგეთი შეგრძნება მაქვს ეხლა. ოღონდ არ ვიცი კონკრეტულად სტენფორდზე იქნება ეს, სხვა უნივერსიტეტზე, ზოგადად ჩემს ცხოვრებაზე თუ რაღაც, მაგრამ ვიცი რომ იქ მოხდები, სადაც ჩემი ადგილია და იქ ვიქნები, სადაც მინდა ყოველ შემთხვევაში რომ ვიყო. თან კარგი ანუ ვსიამოვნოს ეს პროცესი. ой, მე ესე წინასწარ ვწერ სამადლობელ ვიდეოებს, რისთვის წერ ნეტავით ცოტა ღმერთო. დღეს არის 28 ნოემბერი, პასუხის გაგებამდე დარჩა 22 დღე და აქციაზე მივიდა. მოსლამდე კიდევ ერთ ადამიანს უნდა გადავუხადო მადლობა მამა ჩემს, რომელიც ფინანსურად ხელს მიწყობს, რომ რაც საჭიროა ყველაფერი კონდეს და მივიღო განათლების კუთხით, ჯანმრთელობის კუთხით და ასე შემდეგ და კონკრეტულად ამ საკითხში კიდევ ძალიან დიდი ემოციური მხარდაჭერა აღმისგან და გრძნობ ამ ყველაფერს და რომ ველაპარაკებთ ხოლმე, საუბრობთ ხოლმე რაღაცებზე და მისგან ისეთი მუხტი მოდის, რომ უფრო მეტის და მეტის გაკეთება მინდება და ამისთვის მამას მადლობა. ისეთი დაბნეულობა პასუხის მიღების თარიღზე ჩემს თავში, რომ ვფიქრობ საერთოდ უნივერსიტეტს ხომ არ მივწერო თქო, მაგრამ ის ფაქტი რომ უკვე თარიღი მეცოდინება, ეგრეთ ცოტა მენერვიულებს და არ ვიცი. ნახოთ, ალბათ ვერ მოვისმენ და მაინც მივწერ, რომ ზუსტი დრო ვიცოდა. ნუ დღეს ისევ
10 დეკემბერია და იგივე დღეს ვიდეოს გადაღება ჩვევია, მაგრამ ხოს გავარკვიეცავით, რომ შაბათს მომდის დილის 4 საათზე პასუხი და მეტყვი თუ არა ამათ არ ვიცი. მართლა არ ვიცი, ანუ და ეგეც წყაროც მართალია თუ არა, ეგეც არ ვიცი იდეაში. და ანუ ვერ ვიულობ, გული ამეჩქარდა რომ გავიგე და არ ვიცი. ვიცოდი რომ რაღაცა ახლოს იქნებოდა, მაგრამ თლად ასეც არა. უნდა მოვემზადო მენტალურად, ფსიქოლოგიურად. დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რა თქმა უნდა კი მომივა პასუხი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ვნერვიულობ და აზრზე არ ვარ რა ვიფიქრო, ჩემი ინტუიცია არის ჩამყუდარი და თუ აქამდე რაღაც პროექტში ხვდებოდი, გავიმარჯვებდი თუ არა და ინტუიცია რაღაცას ვკარნახობდა და ამმართლებდა ხოლმე, ახლა ვერ ვუსმენ ჩემს ინტუიციას, იმიტომ რომ ჯერ ერთ-ერთი კარნახობს რომ არ მივიღებენ და თან არ ვიცი ვალიდური არის, იმიტომ რომ დარვულობ და ცოტა ფსიქოლოგიურადაც ეხარება ჩემს ინტუიციას, მაგრამ იდეაში ინტუიციურობა ფსიქოლოგიასთან არის დაკავშირებული. მოკლედ, ძალიან ვაყმობ, იმიტომ რომ დარვულობ, მაგრამ რამენერად უნდა გავატარო ეს 3 დღე, იმიტომ რომ რო გავიგებ, რომ მიღებული ვარ, ვიცი რომ ყველა ვარიანტში ვიზამ რაღაცას და იქ წავალ. 13 დეკემბერი, 7:30 და პასუხი მომდის კვლავით 9 საათში. მგონია რომ უარყოფითი პასუხი იქნება, მაგრამ ნახავთ. ახლა ჩამეძინა. ცივა. არ ჯანამ ნახვა შევიდა საიტზე. აი მე მაშა დააჭირე, არ შემიძლია. აუ არა. აი 17 დეკემბერი, პასუხი გავიგე 14-ში და შაბათ-კვირას ცოტა დეპრესიულად ვიყავი, მაგრამ გამოვკეთდი, ანუ ბეროდოკაციის შემართებით ვარ და უკვე უნივერსიტეტებზეც და ესებზეც კონცერტი 4 უნივერსიტეტის სრულიად მაქვს დამთავრებული და ახლა მეხუთეც დავიწყე და მომთავრებ კიდევაც. ოკეი, დღეს არის 5 იანვარი და კიდევ 2 უნივერსიტეტში ვაგზავნი. უკვე რამდენიმეში მაქვს გაგზავნილი. ერთი გავაგზავნეთ. კარგი, დღეს არის 21 იანვარი, მაშას დავატევის დღე. და დღეს ასე ვთქვათ, ანუ გაგზავნილი მაქვს უნივერსიტეტებში, დავატევით რაღაცები ცოტა თული მაქვს, უბრალოდ დამჭა ფინანსური ნაწილები. ხო, ნოტარიუსთან წავიღებ დეკლარაციას და გადავთამის და ავტვირთელ მერე. პატარა რაღაც ფორმები დამრჩება შესავსები და ეგ არის წასით. მოურჩევი. მოვდებით აპრილს და მარტს პასუხებისთვის. დღეს არის 2 თებერვალი. დღეს გავაგზავნე ბოლო ფინანსური დოკუმენტი ბეიცის კოლეჯში. გუშინ გავაგზავნე ბოლო ესე. I'm done. I'm finally done. მოვჭი მოკლედ. ალბათ რაღაც შეიძლება ზოგ უნივერსიტეტმა მომთხოვოს რაღაც დამატებითი ამბები, მაგრამ ეგ მოგვარებადი, აი ძირითადი პროცესი კი არა და დაასკვნამდეც გასული ვარ. აღარ ავიხები ამ ყველაფერს. ალბათ ხვალ ან ესე გადავამოწმებ კიდევ ერთხელ ყველა საიტზე, ყველა გვერდზე რაიმე დამატებით ხუმარ გჭირდება. რამე ხუმარ გამომრჩა და ეგ არის რა. ველოდებით პასუხებს და უყურებთ უნივერსიტეტებისგან. That's all for today. 17 თებერვალი. ბოსნიაში მოდივარ, რამე ესეთი ახალი ინფორმაცია არ მაქვს არაფერი. უნივერსიტეტებზე ყველაფერი გაგზავნილია, ფინანსურები დატვირთულია და მომდევნო რეჟიმში ვართ, მოკლედ რა. ხოდა. რა ვიცი. მგონია რომ დარწმუნდიდან გადავიცი მომივა. რაღაც აი ინტუიციურად. პრინსტონიდან არ ვიცი და კორნელიდანაც მგონია რომ დადებითი მოვიდით მომივა. ნახოთ რა იქნება. ой, ბოსნიაში მივდივარ MBL Balkans. თან მარტო მეგობრებთან ერთად, არაისთან, ოუენთან და კუბასთან ერთად. და მიხარია. დღეს არის 28 თებერვალი და ვნახულობ პირველი უნივერსიტეტის პასუხს.
არ მიმიღეს. ობერლინის კოლეჯის პასუხს ნახულობთ. არ მგონია ვაფშე, ანუ არ მიმიღეს. რა? Wait list-ში ვარ. I wait list-ში ვარ. I will update. ვიღაცის რეკავს. Daddy, წამიკითხე, მოიწადე.